ათენში, სადაც ყოველკვირა სტარდება ქართული, ხან ბერძნულ ქართული ღონისძიებები, თეატრები, პოეზიის საღამოები, კონცერტები და სხვა შემეცნებითი პროგრამები, თითქმის ყოველთვის ლამაზად შეფუთული ყვავილებით ხელში შემოდის ერთი იდუმალი ქალი. თალხი, მაგრამ დახვეწილი სამოსით, ღიმილიანი, სანდომიანი სახით. ეს ჩვენი საოცრად თბილი ელენე, ლენა ცნობილაძეა. განსაკუთრებით ლიტერატურული სალონის, რომელსაც ქალბატონი რუსუდან ჯანელიძე ხელმძღვანელობს, ხშირი სტუმარია. სასიამოვნო მოსაუბრე, პოეზიის კომაგი, თავად შემოქმედი, პოეტი, ძალიან საინტერესო აზრებითა და ღვთიური ბუნებით გამორჩეულ ელენეს მოსვლა ძალიან გვახარებს. თვითონ გულდამწვარ დედას ჩვენთვის, მეგობრებისთვის ყოველთვის მოაქვს კეთილი სურვილებით ახსილი გული, რათა უზომო სითბო და სიყვარული გაგვიზიაროს. მაგრამ სახლში დაბრუნებისას, როცა მარტო რჩება თავის გარდაცვლილ ვაჟის, რამაზის აჩრდილთან და სატკივართან, მაშინ ცდილობს ისევ პოეზიაში ეძებოს ხსნა და იმედი. გადაიტანეო, ყოველ დღე ვიტან. გაუძელიო და რას გავუძლო. შეგუეო და რას შევეგუ. არიტირო, ცრემლები მახრჩობს. იცოცხლეო, მე სიკვდილს ვნადრო. ღრმადი სუნთქეო, ის რომ ვერ სუნთქავს, არ დანებდეო, სული სულს ხაფავს. ძლიერი ხარო, გული გაქვავდა, სხვები ცხომ ყავს, ის რომ აღარ მყავს, მას ჭირდებიო, მე ხომ აღარ ვარ. არ დაეცეო, მიწა მეცლება, სიზმრად მოვაო, არც მე სიზმრება. გაზაფხულდაო, ჩემ სულს კი ათავს, გათენდებაო, ჩემთვის არასდროს. მეგობრები კი ვერაფერს ვამბობთ, ფიქრები სიტყვის პოვნას ცდილობენ, მაგრამ რას ეტყვი გულმოკლულს ამ დროს, როცა სიტყვები არ არსებობენ. თუმცა იმდენად დიდსულოვანია კეთილშობილი ქალბატონი ელენე, რომ იმედიან სიტყვებს თვითონ გვეუბნე. მზეს შეხედე, მაშინაც კი როცა ის თვალს გკენს. როცა სულში ღრუბელია, შენ შეხედე მზეს. როცა გულში კივის ქარი, ვერ იკავებ ცრემლს, სევდა როცა მოგერევა, შენ შეხედე მზეს. ირგვლივ როცა სიბნელეა, ვეღარ ხედავ გზებს, არ დაეცე, წინიარე, შენ შეხედე მზეს. ვერ დადიხარ, მაში ხოხე, არ დანებდე ბედს, დაიფერფლე, კვლავ აღსდექი, კვლავ შეხედე მზეს. თუ ტკივილმა დაგიმონა, ვეღარ უძლებ მეც, ილოცე და დაიჯერე, შეევედრე ღმერთს. მზეს შეხედე მაშინაც კი, როცა ის თვალს გკენს, არ დაკარგო იმედი და გაუღიმე ბედს. სხვისი ტკივილი რომ გეტკინება, აი, მაშინ ხარ ადამიანი. სხვისი ცრემლი რომ თვალს დაგისველებს, სწორედ მაშინ ხარ შენ მადლიანი. ძირს დაცემოს რომ წამოაყენებ, სულს შეუბერავ მის ღრმა იარებს, სულში ჩარჩენილ სევდას და ნაღველს, მისას უხმოდ რომ გაიზიარებ. თუ შეგიძლია თესო სიკეთე და გაუთენო ბრმას დღემზიანი, და სიყვარულიც თუ შეგიძლია, სწორედ მაშინ ხარ ადამიანი. როცა წარსულის ფანჯრებს გააღებ, ყოველი დღეა იქ მადლიანი. როცა იცი რომ სუფთა გავს გული, სწორედ მაშინ ხარ ადამიანი. ტკივილებით რომ დაიტანჯები და მაინც რომ ხარ ღიმილიანი, თვითონ გიჭერს და სხვას ეხმარები, აი მაშინ ხარ ადამიანი. გტყიოდეს მუდამ სხვისი ტკივილი, წვიმის წვეთი ადამიანი. ელენე არის ქალი, რომელსაც სიბნელეშიც კი შეუძლია სინათლე ფაქიზად შეფუთული ყვავილები და ზემო გიტანოს და გაგაბედნიეროს. მადლობა ამისათვის, ლენაჩკა. ტექსტს კითხულობდა მსახიობი დავით წიგლაური. პროექტის ავტორი, პოეტი თეო ყველაძე.
მადლობა ყველას.